ჩვენებაც იქნება ჩვენი გუნდი ვაპირებთ ნამდვილად იქნება მასშტაბური პროექტებით დატვირთული. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით 65%-ით გაზრდილი ბიუჯეტი დღეს რუსთავს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას განვახორციელოთ მეტი პროექტები, უპასუხოთ მეტ გამოწვევებს და განვახორციელოთ ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიც არის თბილისის ქუჩის რეაბილიტაცია, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია, მესხიშვილის განახლება, შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა სპორტის ხელშეწყობისთვის, ასევე ახალგაზრდული ცენტრების მშენებლობა, საბავშვო ბაღების განვითარება. სწორედ ეს პროექტები დაიწყება 2025 წელს, რაც ჩვენს ქალაქს გახდის კიდევ უფრო ლამაზ და თითოეული რუსთაველისთვის ამ ქალაქში ცხოვრება კიდევ უფრო მეტად კომფორტული გახდება. სწორედ ამ შესაძლებლობებისთვის, რისი ჩვენებაც დღეს ჩვენ თქვენთვის გვინდა, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო სამთავრობო გუნდს. მადლობა გადაუხადო პრემიერ-მინისტრს, საპარლამენტო გუნდს, განსაკუთრებით რუსთაველ პარლამენტარებს, რომლებიც უშუალოდ ჩართული არიან როგორც პროექტების დაგეგმვაში, ასევე განხორციელებაში. მადლობა მინდა უთხრა სახელმწიფო რწმუნებულს ქვემო ქართლში რუსთავის მერის თითოეულ თანამშრომელს, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების წევრებს, ყველას იმ დაუღალავი შრომისთვის, რომლის შედეგსაც უკვე ვხედავთ და დარწმუნებული ვართ, ჩვენი კიდევ დიდი სიყვარულით, მონდომებით და შრომით კიდევ შევძლებთ, რომ 2025 წელი ჩვენი ქალაქისთვის იყოს გამორჩეული. იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევქმნათ ნამდვილად ევროპული ქალაქი. და ჩვენი ქალაქის დიდი ისტორია კიდევ უფრო ღირსეულად გავაგრძელოთ. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ის მასშტაბური პროექტები, რომლითაც ჩვენი 2025 წელი და ჩვენი მერიის გუნდის საქმიანობა იქნება დატვირთული. როდესაც საუბრობთ ახალ შესაძლებლობებზე, დღეს ქალაქისთვის მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა. რუსთავს არ აქვს იმდენი საკუთარი შემოსავალი, რომ ჩვენ ადგილზე გაუმკლავდეთ ყველა იმ გამოწვევას, რაც დღეს ქალაქში გვაქვს და ჩვენ კარგად გვესმის რამდენი გამოწვევის წინაშეც ვდგავართ. ბოლო 4 წლის განმავლობაში იმის მიუხედავად, რომ ბიუჯეტის ზრდა არ შეგვიწყვეტია და ჩვენ ძალიან აქტიურად მუშაობდით სამთავრობო გუნდთან, მაინც გამორჩეულია 2025 წელი. 65%-ით გაზრდილი ბიუჯეტი სწორედ იმ პროექტების განხორციელების საშუალებას მოგცემს, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ. ბიუჯეტის დაგეგმვა არის რთული პროცესი, იქიდან გამომდინარე, რომ გინდა ყველას ყურადღება მიაქციო, ყველა იმ მთავარ მიმართულებაზე გადაანაწილო ის ფინანსები, რაც ქალაქს აქვს და ჩვენ ძალიან ბევრს ვფიქრობთ იმ მთავარ პრიორიტეტებზე, რა უნდა იყოს ქალაქისთვის მთავარი, რომ ქალაქმა შეძლოს ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური გაძლიერება. და ეს ბიუჯეტი, როდესაც თანხებზე ვსაუბრობთ, ეს სიკეთეები, რაც ამ თანხებიდან და იმ პროექტებიდან მოდის, იგრძნოს თითოეულმა რუსთაველმა თავის თავზე და იგრძნოს თავის ოჯახზე. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ეს არის ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარება. და გეტყვით რა არის აქ მნიშვნელოვანი ჩვენთვის და რატომ ვაკეთებთ ბოლო 4 წლის განმავლობაში უკვე მთავარ აქცენტებს, რომ ქალაქის იერსახე გაუმჯობესდეს. პირველი, ეს არის მნიშვნელოვანი თითოეული რუსთაველის ყოველდღიურობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. როდესაც კეთდება ქუჩები, იხსნება ახალი მედიათეკები, რეაბილიტაცია უტარდება კორპუსებს, ხდება გამაგრება, ამას ყველაფერს თითოეული რუსთაველი თვითონ თავის თავზე გრძნობს. მეორე ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურაზე კიდევ უფრო მეტი თანხები მივმართოთ, ეს არის ქალაქის პოტენციალის დანახება და ახალი საინვესტიციო ჯგუფების შემოსვლა იმისთვის, რომ ქალაქში გაჩნდეს ახალი სამუშაო ადგილები. შეიქმნა სივრცე, სადაც ახალგაზრდები დასაქმდებიან, სადაც ადამიანს აღარ ექნება საფიქრალი, რომ წავიდეს სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში. აი ეს ახალი იერსახე ქალაქის, თანამედროვე ევროპული სტანდარტების ინფრასტრუქტურა, ჩვენ დარწმუნებული ვართ, როგორც ბოლო 3 წლის ტენდენციას უყურებთ, კიდევ უფრო მეტად შექმნის სურვილს იმის, რომ კიდევ უფრო მეტი ბიზნესი შემოვიდეს და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. ამ კუთხით წელს ვიწყებთ მასშტაბურ პროექტებს. ერთ-ერთი მთავარი პროექტი იქნება ქალაქის
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება სწორედ ისეთ უბნებში, სადაც მძიმე ავარიული მდგომარეობაა კორპუსების. განახლებასთან ერთად ჩვენ უსაფრთხოებას ძალიან დიდ ყურადღებას უთმობთ და თბილისის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 2025 წელს დაიწყება, 20 მილიონი ლარის პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია, მოიცავს 30 ერთეულ კორპუს შენობას, რომლის რიგ შემთხვევაში გამაგრებითი სამუშაოები მოხდება, ასევე შევეცდებით, რომ ავთენტურობა შეუნარჩუნოთ ამ ქუჩას, რომელიც კოლორიტულია ჩვენი ქალაქისთვის და განვავითაროთ თბილისის ქუჩაზე შუა გამყოფი, გამწვანებული ზოლი, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაალამაზებს მიმდებარე ტერიტორიას. რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპს ვიწყებთ და იცით, უკვე სახეზე გვაქვს ის განახლებული სივრცე რუსთაველის ქუჩაზე, რომელიც პირველი და მეორე ეტაპის შედეგია. მესამე ეტაპი მოიცავს 14 შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და აქაც შევეცდებით, რომ ის ძველი იერსახე ჩვენი ქალაქის იყოს შენარჩუნებული, მოდერნიზებული ოდნავ და ასევე გათვალისწინებულია ამ პროექტში გამაგრებითი სამუშაოები, რაც ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა ძველ კორპუსებთან მიმართებაში. ჩვენ თბილისის ქუჩის, მეგობრობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებმა გვაჩვენა, როგორ შეიძლება ქალაქში საბჭოთა შენობების მოდერნიზება, განახლება და აბსოლუტურად ახალი ურბანული სივრცის შექმნა. მესხიშვილის ქუჩა, რომელიც ახალ რუსთავში მდებარეობს, სწორედ წარმოგვიდგენია უკვე მეგობრობის ქუჩის გაგრძელებად, რომელიც კორპუსებთან ერთად საზოგადოებრივი სივრცეების მოწესრიგებას გულისხმობს. ამ პროექტსაც 2025 წელს დავიწყებთ და საკმაოდ კიდევ ერთი თამამი ნაბიჯი იქნება, როგორ შეიძლება საბჭოთა შენობებიდან მივიღოთ თანამედროვე ურბანული განახლებული სივრცე. საზოგადოებრივი სივრცეების გზების, შიდა საუბნო სივრცეების მოწესრიგება ეს ასევე ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება. ამ კუთხით 2024 წელიც გამორჩეული იყო აფხაზეთის ქუჩა, ტაშკენტის, მე-7 მიკრორაიონებს დამაკავშირებელი ქუჩა, ხანძთელის ქუჩა, რეაბილიტაცია ჩაუტარეთ როგორც არსებულებს, ასევე შევქმნით ისეთი ქუჩები, რომელიც აქამდე არ იყო, არ დადიოდა მუნიციპალური ტრანსპორტი. ერთ-ერთი პროექტი, რომელზეც ჩვენ უკვე მუშაობა დაწყებული გვაქვს, ეს არის მოდებაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად გათვალისწინებულია ველობილიკები, საზოგადოებრივი სივრცეები, ასევე მოსასვენებელი ნაწილი. გიორგაძის, ჯავახიშვილის, გრანელის, ზედგენიძის ქუჩები, ასევე ჭყონდიდელის დასახლების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო და ჩვენ ამ ნაწილში მაგალითად ზედგენიძის ქუჩაზე ვერ ვაწვდიდით მუნიციპალურ სერვისს ტრანსპორტის სახით და სწორედ მას შემდეგ, რაც ჩვენ განვახორციელებთ ამ პროექტს, ჩვენ შევძლებთ მოსახლეობას მივაწოდოთ სატრანსპორტო სერვისები და მათ უფრო მარტივად შეძლონ ქალაქის ცენტრთან დაკავშირება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამ წელს და ბიუჯეტის ზრდაც ამაზე მეტყველებს იქნება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. ხშირად საუბრობთ მოსახლეობასთან და გვეუბნებიან, რომ გვესმის კარგია ცენტრალური ქუჩების მოწესრიგება, შიდა საუბნო სივრცეების, თუმცა კორპუსის ის პრობლემები, რაც დღეს გვაქვს, კიდევ უფრო სწრაფ ჩარევას საჭიროებს. ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კიდევ უფრო მეტი აქცენტი გავაკეთოთ სახურავების გადახურვაზე, სადარბაზოების სარემონტო სამუშაოებზე, ყველა იმ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, რაც ყოველდღიურობაში თითოეულ რუსთაველს აწუხებს. 1000-ზე მეტი პროექტის განხორციელებას ვაპირებთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ჩართულობით, თანამონაწილეობით. თანამონაწილეობა არის მინიმალური, როგორც წესი 10-20%-ს არ აღემატება, 90-80% იხარჯება ქალაქის ბიუჯეტიდან. სწორედ იმისთვის, რომ ქალაქის საბინაო პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტოთ და ეტაპობრივად შევძლოთ ისეთი მთავარი მიმართულებების მოწესრიგება, რაც ჩვენი გუნდის
დაპირება იყო 3-4 წლის უკან ლიფტების სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება იმ პრობლემების მოგვარება, რაც ქალაქის დაარსებიდან დღემდე სამწუხაროდ არ იყო გადაჭრილი და მოგვარებული. ჩვენ დღემდე 11 მილიონი ლარის პროექტები გვაქვს განხორციელებული მხოლოდ ლიფტების რეაბილიტაციის ნაწილში. წელს ვგეგმავთ ასევე, რომ ის ამორტიზირებული ლიფტები ჩავანაცვლოთ ევროპული თანამედროვე ლიფტებით, რომელიც იქნება უსაფრთხო. ეს პროექტი გაგრძელდება, იმიტომ რომ ჩვენ მოსახლეობასთან გვაქვს დაპირება, რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ ამორტიზირებული ძველი ლიფტების თანამედროვე ლიფტებით ჩანაცვლება. მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმას ალბათ ყველა ადევნებთ თვალს. 2020 წელს დაიწყო თვითონ რეფორმა შიდა მუნიციპალური ტრანსპორტის განახლების მიმართულებით. ხედავთ, რომ დღეს ქალაქში გადაადგილდება ევროპული სტანდარტის ავტობუსები. რეფორმამ განსაკუთრებული შედეგები მოიტანა საკუთარი შემოსავლების ნაწილში, გაზრდილია მგზავრთნაკადი, თუმცა გამოწვევად რჩებოდა თბილისი-რუსთავის მიმართულება. თბილისი-რუსთავის მიმართულებაზე დამოკიდებულია 30,000 დაახლოებით 30,000 რუსთაველი. ყოველდღიურად ეს ადამიანები დადიან სასწავლებლად, სამუშაოდ დედაქალაქში და სწორედ ამ სიმძაფრიდან გამომდინარე მე მახსოვს ჩვენი შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან, სამთავრობო გუნდთან, როდესაც ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი და ვთქვით, რომ აუცილებელი იყო ქალაქს თვითონ აეღო ეს პასუხისმგებლობა და დღეს ძალიან დიდი სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი პარლამენტარების ჩართულობით პრემიერის ძალიან დიდი მხარდაჭერით პირველად რუსთავმა შეძლო M3 კატეგორიის ავტობუსების თბილისი-რუსთავის მიმართულებით დანიშნა და ხელშეწყობა იმ თავისი მოქალაქეების, რომლებიც ყოველდღიურად გადაადგილდებიან და სარგებლობენ მუნიციპალური ტრანსპორტით. წელს რუსთავი ამ კუთხით იქნება გამორჩეული, დაგვემატება ისეთი მიმართულებები, რომელიც აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი, ასევე უნდა აღვნიშნოთ, რომ ავტობუსები არის სრულად ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ნებისმიერი შესაძლებლობის მქონე პირს დღეს იმ მთავარ მიმართულებებზე, რომელიც მოსახლეობიდან გამოვიკითხეთ და მოსახლეობიდან წამოვიდა, ძალიან კომფორტულად, თანამედროვედ შეუძლიათ რომ გადაადგილდნენ. ეს არის ის მთავარი მიმართულებები, რომელიც დაემატება და ჩვენ ამით მნიშვნელოვან ეტაპს სატრანსპორტო რეფორმისას შეგვიძლია ვთქვათ, რომ დავასრულებთ. აქ მთავარი საკითხი, რაზეც სამთავრობო და საპარლამენტო გუნდი ერთად მუშაობს, არის ავტობანის დასრულება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მხოლოდ საგზაო ინფრასტრუქტურა, რაც ავტობუსების სახით არის გადაადგილების კომფორტს ბოლომდე ვერ შეგვიქმნის, თუ არ იქნება ავტობანის ის მონაკვეთი დასრულებული, რომელიც დღეს საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნის ქალაქს. სამუშაოები აქტიურად მიდის იმაზე, რომ უახლოეს პერიოდში გამოცხადდეს ტენდერი და მოხდეს ამ მონაკვეთის დასრულება. ჩვენ საუბრობთ ინფრასტრუქტურაზე, საუბრობთ სხვადასხვა პროექტებზე და პარალელურად გუნდი ვთანხმდებით, რომ იქამდე სანამ ჩვენ შევძლებთ მდგრადად გავაძლიეროთ თითოეული რუსთაველი და ეკონომიკური შესაძლებლობა მივცეთ, ისე რომ მას აღარ სჭირდებოდეს სოციალური მხარდაჭერა, იქამდე სანამ ერთ რუსთაველსაც ამის საჭიროება ექნება, რუსთავის მერიის გუნდი დახვეწავს, განავითარებს ყველა იმ პროგრამას, რომელიც ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით გვაქვს და შექმნის კიდევ ახალ პროგრამებს, რომ მეტი ხელშეწყობა ქონდეთ რუსთაველებს იმისთვის, რომ მიიღონ ჯანდაცვის და სოციალური სერვისები. აქ ამ 2025 წელს აქცენტს ვაკეთებთ პროფესიულ განათლებაზე, აქცენტს ვაკეთებთ იმაზე, რომ განათლებით კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა მოხდეს და ახალგაზრდებმა შეძლონ სამსახურის მოძიება და მუდმივად სოციალური პროგრამების საჭიროებაზე არ იყვნენ დამოკიდებული. თუმცა დღეს სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით 38 პროგრამა ხორციელდება, 100-ზე მეტი სერვისი აქვს მუნიციპალიტეტს, ეს არის ოპერაციების დაფინანსება, მედიკამენტები, სხვადასხვა გამოკვლევების ჩატარება, ასევე მრავალშვილიანებისთვის და სხვადასხვა ჯგუფებისთვის სოციალური მხარდაჭერის აღმოჩენა. კიდევ ერთხელ ვამბობ, იქამდე ვიდრე ერთ რუსთაველსაც დასჭირდება მერიიდან. მსგავსი მხარდაჭერა რუსთავის მერიის გუნდი ყველაზე დიდ აქცენტს და მნიშვნელობას გააკეთებს სწორედ ამ პროგრამების გაძლიერებაზე.
განათლება არის ის, რაზეც ასევე გუნდი ვთანხმდებით, რომ თავარი ჩვენი ფინანსები უნდა ჩავდოთ იმაში, რომ ახალგაზრდებს კონდეთ შესაძლებლობა მიიღონ უკეთეს გარემოში, უკეთესი განათლება და ეს იწყება სკოლამდელი აღზრდიდან. დღეს მთავრობის მხარდაჭერით 4 მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, 2 აბსოლუტურად ახალი საბავშვო ბაღი შენდება იმ თანამედროვე ევროპული სტანდარტების, რაც დღეს არის მოთხოვნა, ხოლო 2 სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მიდის. აქ მუშაობთ 2 მიმართულებით: ინფრასტრუქტურა და პლუს შინაარსი. თუ რა უნდა იყოს ის, რაც სკოლამდელი განათლების სისტემაში უნდა დავნერგოთ და ჩვენ ვცდილობთ, რომ აი ეს შინაარსი სწორედ თანამედროვე მიდგომებით, გამოცდილი ადამიანების ჩართულობით უზრუნველყოთ. დღეს რუსთავის საბავშვო ბაღებში ამაყივა, რომ თითოეულმა თანამშრომელმა გაიარა ძალიან გრძელი და ხანგრძლივი გადამზადების კურსი ბატონი შალვა ამუნაშვილის ჩართულობით და მისი აკადემიის დახმარებით. ეს არის პირველი პროექტი, რომელიც სრულ გადამზადებას გულისხმობს და დარწმუნებული ვარ, წლების განმავლობაში აი ეს პროექტი, რომელსაც ახლა ჩვენ ვახორციელებთ, აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ინფრასტრუქტურასთან ერთად მნიშვნელოვანია შინაარსი, რას ვასწავლით ბავშვებს და როგორ ვასწავლით. აი ამაში გვეხმარება ბატონი შალვა ამუნაშვილის აკადემია, ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას, ვაგრძელებთ მუშაობას იმაზე, რომ არაფორმალური განათლების ხელშეწყობის კუთხით ქალაქმა ბევრი ახალი სივრცე შესთავაზოს ახალგაზრდებს. ესეთი იყო მედიათეკა, რომელიც ჩვენ სულ ახლახანს გავხსენით და ესეთი იქნება ის პროექტები, რომელსაც 2025 წელს დავიწყებთ. ეს არის საბავშვო ბიბლიოთეკის მშენებლობა, ეს არის ახალგაზრდობის ცენტრის შექმნა, მოსწავლე ახალგაზრდობის ბაზაზე, რომელიც სულ ერთ თვეში გაიხსნება და კიდევ ერთი კარგი თანამედროვე სივრცე იქნება ახალგაზრდებისთვის. ეს არის ტექნოლოგიური აკადემია და დიახ, ნამდვილად 2025 წელს 21 საუკუნეში ახალგაზრდებს მუნიციპალურ დონეზეც უნდა ქონდეთ ტექნოლოგიებზე წვდომა, უნდა ქონდეთ სივრცე, სადაც იმ პროფესიებს დაიუფლებიან, რომელიც მაღალანაზღაურებადია, რომელიც გარანტირებულად მათ დასაქმების შესაძლებლობას მისცემს. ეს არის პარკის ცენტრალურ პარკში ჩვენი შენობა, სადაც განთავსებულია როგორც ნიშნოსნობის აკადემია, ასევე უახლოეს პერიოდში გაიხსნება ტექნოლოგიური ჰაბი, აკადემია, სადაც ახალგაზრდებს ძალიან საინტერესო პროგრამები ელოდებათ. კულტურა, სპორტი არის ის, რაზეც ჩვენ უკვე მეოთხე წელია აქცენტს ვაკეთებთ. შენობა, სადაც ახლა ვიმყოფებით, არის ასევე სამთავრობო გუნდის ძალიან დიდი მხარდაჭერით შექმნილი და ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ დავამატოთ სხვადასხვა მიმართულებები, სპორტს ჰქონდეს უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ მიიღოს მეტი ახალგაზრდა, მოვაშოროთ ბავშვები ქუჩას და შევუქმნათ ისეთი გარემო, სადაც ექნებათ უფრო მეტი ინტერესი ჩართულობის. სწორედ როდესაც საუბრობთ ინფრასტრუქტურაზე, პრემიერის მხარდაჭერაზე, მთავრობის მხარდაჭერაზე და ვამბობთ, რომ ქალაქს შეიძლება სურვილი ჰქონდეს, მაგრამ არ გამოგვივიდეს, იმიტომ რომ აი მსგავსი გარემო არ გვაქვს, აი ეს არის ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი ხელისუფლების სწორი მუშაობა, როდესაც ერთად ვქმნით შენობას, ვქმნით შინაარსს, რომელსაც იყენებს თითოეული რუსთაველი. სპორტის მიმართულებით გვაქვს გეგმები, როგორც არსებული სპორტის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, ასევე ახალი სპორტული მოედნების შექმნით. ეს არის პროექტი, რომელიც ჩვენი გუნდისთვის გამორჩეულია, რაგბის ახალი სტადიონი ლომოურის მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთავში, სწორედ ამ სტადიონიდან, რომელიც დღეს არ არსებობს, თითქმის უკვე კვალსაც ვერ ნახავთ, თუმცა ძალიან მალე გავაცოცხლებთ იმ ისტორიას და რაგბის იმ დღეებს, საიდანაც რუსთავში რაგბის ისტორია დაიწყო. ეს არის 2 მილიონიანი პროექტი, ასევე დღეს მუშაობთ სამინისტროსთან ერთად იმისთვის, რომ რუსთავის საფეხბურთო სტადიონის აღდგენა მოხდეს. მიმდინარეობს მუშაობა 2 ტექნიკური სტადიონის მშენებლობაზე და ასევე მუშაობთ ისტორიული სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმაზე, თუ როგორი უნდა იყოს და როგორ ვხედავთ ფეხბურთის განვითარებას ჩვენს ქალაქში.
პროექტი, რომელიც მიმდინარეა, ეს არის რუსთავის კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები. წლების განმავლობაში კულტურის სახლი იყო მიტოვებული, ჩვენ შევიმუშავეთ პროექტი და ახლობით 1 წელი დაგვჭირდა 10 მილიონი ლარის ღირებულების არის პროექტი, რომელიც ახლა მიმდინარეობს და 2025 წელს ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ დავასრულოთ და იქ ახალგაზრდების მიღება დავიწყოთ. პროექტი გულისხმობს თანამედროვე სამუსიკო ლაბორატორიის შექმნას და თანამედროვე რუსთავის მოდელის ჩამოყალიბებას, თუ როგორ შეიძლება ხელოვნების ცენტრმა კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დააინტერესოს იმ თანამედროვე გარემოში, რომელსაც ახლა ჩვენ ამ პროექტის სახით ვქმნით. რუსთავის ისტორიული ციხესიმაგრე და ჩვენი ქალაქის ისტორია ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად უსვამთ ხაზს იმას, რომ ჩვენ არ ვართ მეტალურგთა ქალაქი მხოლოდ, ჩვენ ქალაქს აქვს დიდი ისტორია და ამ ისტორიას ჭირდება გაცოცხლება, ჭირდება გაგრძელება. სწორედ ესეთი პროექტი წარმოგვიდგენია, რომელიც ამ ისტორიას გააცოცხლებს. ციხესიმაგრე ჩვენ მქონდა მინისტრთან საუბარი, ჩვენ გვაქვს გეგმები და გვაქვს ხედვა, როგორ შეიძლება ციხესიმაგრემ კიდევ უფრო მეტი სახელი, მეტი ცნობადობა მოუტანოს ჩვენ ქალაქს. ამიტომ წელს ჩვენი გუნდი ვიწყებთ აქტიურად მუშაობას იმაზე, რომ რუსთავის ციხესიმაგრემ თავის სათქმელი ისტორიის ნაწილში აუცილებლად თქვას. ფესტივალები 4 წელია ვამბობთ, რომ რუსთავს აქვს პოტენციალი საფესტივალო ნაწილი განავითაროს, ძალიან ბევრი სტუმარი მივიღოთ, ჩვენ არ ვიაროთ ყველგან სტუმრად და პირიქით აქ შევქმნათ სივრცე იმისთვის, რომ რუსთაველმაც ძალიან ისიამოვნოს, კარგი გარემო ქონდეს და ასევე მივიღოთ სტუმრები, მივიღოთ ტურისტები. ერთ-ერთი პროექტი, რომელიც პირველი დავიწყეთ, ეს იყო ფესტივალი ქართული, ნამდვილად ქართული დღეებით, ნამდვილად ქართული ემოციით და სიყვარულით. 1500 ბავშვი გასულ წელს ქართულ ფორმებში, ქორეოგრაფიული ანსამბლები, ძალიან დიდი სიყვარულით, ჩვენი ტრადიციის, ჩვენი წარსულის რუსთავის ცენტრალურ პარკში ერთი კვირის განმავლობაში ულამაზეს სანახაობას გვთავაზობდნენ. წელს მასშტაბები იზრდება, რუსთავი უმასპინძლებს ფესტივალი ქართულის ფარგლებში 5000 ახალგაზრდას, იმ ახალგაზრდას, ვისაც უყვარს ჩვენი ტრადიციები, უყვარს ჩვენი ფოლკლორი, ცეკვა და გიმასპინძლებთ ყველას, ვინც ტკბებით ამ ყველაფრის ყურებით, იქნება ძალიან სასიამოვნო დღეები და ფესტივალი ქართული გახდება დარწმუნებული ვარ ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი. მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელიც შარშან ჩვენ აღვადგინეთ, გაგრძელდება წელსაც, კიდევ უფრო მეტი მოტივაციით, კიდევ უფრო მეტი ჩართულობით მოსახლეობის მხრიდან. ეს არის ცენტრალური პარკის ძალიან ლამაზი ნაწილი, ჩვენ 90-იანების კარგი ტრადიცია გავაცოცხლეთ, მივეცით შესაძლებლობა მოქანდაკეებს, ახალგაზრდა მოქანდაკეებს განსაკუთრებით წელს, რომ თავისი ნიჭი, თავისი ემოცია და სიყვარული დაუტოვონ ამ ქალაქს. საფესტივალო სივრცე ასევე ოქსიგენის ნაწილში გაგრძელდება, ესეც ერთ-ერთი სამაგალითო ფესტივალი იყო, რითიც ჩვენ ვთქვით, რომ რუსთავის პარკს აქვს პოტენციალი იმის, რომ მსგავს ფესტივალებს უმასპინძლოს და უკვე მეოთხე წელი რუსთავის პარკი უმასპინძლებს ოქსიგენის ფესტივალს. ფესტივალებთან ერთად, იმასთან ერთად, რომ უნიკალური პარკი უნდა ვანახოთ კიდევ უფრო მეტ ადამიანს, შევქმნათ მეტი შესაძლებლობები, გარემო და ეკოლოგია რჩება ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად, რაზეც ქალაქმა უნდა იმუშაოს. ჩვენ 2020-ში საპარლამენტო გუნდთან ერთად უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადავდგით ეკოლოგიის მიმართულებით, გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის გამკაცრება მოგვცა რეალურად შედეგი იმის, რომ დღეს ეკოლოგია ბევრად გაუმჯობესებულია, თუმცა არ არის დაძლეული, ამისთვის კიდევ გვჭირდება როგორც შიდა საუბნო მწვანე სივრცეების განვითარება, ასევე ცენტრალური პარკის პოტენციალის გამოყენება, აღდგენა, რეაბილიტაცია, ასევე ისეთი პროექტების განხორციელება, როგორიც არის ჭალისწყლის განვითარება. შვედეთის მთავრობასთან ერთად, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ და საპარლამენტო გუნდთან და შესაბამის კომიტეტთან ერთად აქტიურად ვიმუშავეთ იმის, რომ ჩვენივე ძალიან მძიმე მდგომარეობაში დღეს არსებული ჭალის ტყე გავაცოცხლოთ, მივცეთ ახალი სიცოცხლე, აღვადგინოთ. ეს არის ქალაქის ფილტვები, აერთიანებს ძველ და ახალ რუსთავს და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენმა თაობამ, დღევანდელმა რუსთავმა თქვას თავისი სიტყვა და ჭალის ტყეების რეალური განვითარება, აღდგენა და მომავალი დაუტოვოს
ეკოლოგიის ნაწილში მომავალ თაობას. ეს არის პროექტი, რომელიც წელს უკვე ხელშესახები იქნება, დავიწყებთ კონკრეტულად ჭალის ტყის აღდგენით სამუშაოებს და რა თქმა უნდა ეს რამდენიმე წელზე გაგრძელდება, თუმცა ძირითადი სამუშაოები გვინდა რომ 2025 წელს განვავითაროთ და ჩავატაროთ. პროექტებთან ერთად რა არის მნიშვნელოვანი, ვინ ახორციელებს ამ პროექტებს და როგორ ემსახურება დღეს მერია და მერია თავის მოქალაქეებს, რა სერვისებს თავაზობს. იმასთან ერთად რომ ჩვენ ინფრასტრუქტურას მივხედავთ, ეკოლოგიაზე ვიზრუნებთ, გარემოზე ვიზრუნებთ, აუცილებელია მერიის სტრუქტურული ერთეულების გაძლიერება იმისთვის რომ კიდევ უფრო ეფექტიანი, კიდევ უფრო სწრაფი და ადამიანზე, მოქალაქეზე ორიენტირებული სერვისები შევთავაზოთ. ამისთვის ჩვენ შევქმნით რეფორმების ცენტრი და თითოეული სამსახური დღეს კიდევ უფრო მეტად ფიქრობს, როგორ შეიძლება ახლებურად გაიაზროს მისი ფუნქცია და როგორ შეიძლება კიდევ უფრო იყოს მეტად ორიენტირებული იმ საჭიროებებზე, რაც დღეს მოსახლეობას აქვს. მეორე ჩვენი მთავარი მიმართულება არის ძლიერი მუნიციპალური სტრუქტურების შექმნა, რომ სწორედ მსგავსი პროექტების განხორციელება შევძლოთ კიდევ უფრო ეფექტიანად. არ კონდეს ხარვეზები, იყოს კიდევ უფრო დროში, მოკლე დროში განხორციელებული. ჩვენ გვგრძნობთ, რომ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ დღეს თვითმმართველობა გახდეს ძლიერი, კონდეს საკუთარი შემოსავლები და მართოს ქალაქი ისე, როგორც ჩვენი გამოწვევების დაძლევა სჭირდება უფრო სწრაფი ტემპებით, უფრო ეფექტიანად, ასე რომ ამ მიმართულებებზე ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ რეფორმებს, ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ მზად დავხვდეთ ნებისმიერ გამოწვევას, გავუმკლავდეთ არსებულს, შევქმნათ ნამდვილად ევროპული ქალაქი, გავაგრძელოთ ის ღირსეული ისტორია, რომელიც ამ ქალაქს აქვს. და შევქმნათ კიდევ უფრო მეტი იმისთვის, რომ მომავალმა თაობამ იცხოვრობს უკეთეს გარემოში. ძალიან დიდი მადლობა ყველას დღეს რომ აქ ხართ. ჩვენთვის დღევანდელი დღე და ის რომ გაცხადებულად აი ეს პროექტები წარმოგიდგინეთ კონკრეტული სახელებით, კონკრეტული მისამართებით, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ვაპირებთ, კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა თქვენ წინაშე, პასუხისმგებლობაა ქალაქის წინაშე. მე მინდა ჩემს თითოეულ თანამშრომელს, მერიაში დასაქმებულ, თითოეულ თანამშრომელს არ აქვს მნიშვნელობა რა პოზიციაზე მუშაობს. მადლობა გადაუხადო. დღეს არის ყველაზე ძლიერი მერია და ქალაქი იმით, რომ ყავს ძლიერი გუნდი, რომელიც ემსახურება თავის ქალაქს და მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ვინც აქ ხართ, ვინც არ არიან აქ. მადლობა ჩვენს მეგობრებს, საპარლამენტო გუნდს, სამთავრობო გუნდს, ყველას, ვინც ქალაქის განვითარებაზე ზრუნავთ, გვაქვს სიყვარული, მონდომება და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გამოგვივა. ბატონ ირაკლი შატაკიშვილს მინდა ვთხოვო, ჩვენი ქალაქის მაჟორიტარს. დიდი მადლობა ყველას მოგესალმებით. მივესალმებით ჩვენი ქალაქის მეგობრებს და გულშემატკივრებს. საკმაოდ ამბიციური გეგმები იყო, რაც მე ძალიან მომწონს. აქვე უნდა ვთქვა სრული პასუხისმგებლობით, რომ თითოეული ამ პრეზენტაციაში წარმოდგენილი პროექტი სრულ თანხვედრაშია ჩვენი რუსთაველების სურვილებთან და საჭიროებებთან და თითოეული აი ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ჩვენი ქალაქი განვითარებით სრულიად ახალ ეტაპზე გადავა. ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ქალაქების და რეგიონების განვითარება. და სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს ჩვენი ქალაქიც და მხოლოდ ის ფაქტი, რა ღირს, რომ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში რუსთავში განხორციელდა დაახლოებით 110 მილიონის ინვესტიცია და ის ფაქტი, რომ წელს რუსთავის ბიუჯეტი 176 მილიონს შეადგენს, ეს ადასტურებს იმას, რომ რუსთავის მერია და რუსთავი ზოგადად ქალაქი სწორად იმართება და სწორად ვითარდება. ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი და სურვილი არის ევროინტეგრაცია და სწორედ აი ასეთი პროექტის ამ პროექტების იმ სტანდარტით და ხარისხით განხორციელება, რაც რუსთავისთვის დამახასიათებელია, მოგცემს ჩვენ შესაძლებლობას
მივაღწიოთ აი ამ მიზანს. თითოეული ამ პროექტის უკან დგას, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასათვის ძვირფასი ჩვენი ქალაქის მერი ნინო, თავის ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად. თავის ძალიან ძლიერ გუნდთან ერთად, რომელსაც უყვარს თავის საქმე, უყვარს თავის ქალაქი და გულიანად ემსახურება თითოეულ რუსთაველს და მე მინდა თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა გითხრათ. ასევე მადლობა მინდა უთხრა საქართველოს მთავრობას და საპარლამენტო გუნდს იმისათვის, რომ მათი მხარდაჭერის და მათი ჩართულობის გარეშე ჩვენ ამ პროექტების აქამდე განხორციელებული პროექტების განხორციელებას ვერ შევძლებდით, გაგვიჭირდებოდა და ახალსაც რა თქმა უნდა ვერ დავგეგმავდით. გისურვებთ წარმატებებს და უსურვებთ წარმატებებს ჩვენს ქალაქს. როგორც გითხარით, ჩვენთან სტუმრად იმყოფება ჩვენი ქალაქის დიდი გულშემატკივარი და ჩვენი უფროსი მეგობარი საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ქადაგიშვილი და მე მინდა ვთხოვო მას, რომ მოგვესალმოს.